წინა ვიდეოში ვისაუბრე წილადების არატოლმნიშვნელოვანი წილადებზე მოქმედებებზე, ანუ მხოლოდ მიმატებაზე და გამოკლებაზე. ამ ვიდეოში ვისაუბრებ წილადების გამრავლება გაყოფაზე. ამ ერთ ვიდეოში ყველა სახის წილადზე გამრავლება და გაყოფა ჩაეტევა. მოკლედ. ხო, აქ კიდევ ბევრად უფრო მარტივადაა საქმე, ვიდრე იყო შეკრება გამოკლების დროს. მაგალითად, 2/3 თუ გვინდა რომ გავამრავლოთ 3/4-ზე, უბრალოდ ჩვენ 10-ით ავად გავამრავლოთ რიცხველებს და მნიშვნელებს. ანუ 2 გამრავლდება 3-ზე, 3 გამრავლდება 4-ზე და ეს უდრის უდრის რას? 6 12-ს, 6 და 12 აშკარად იკვეცება თვითონ 6-ზე და იქნება 1/2. ანუ აი ამ ორი რიცხვის დამრავლი ყოფილა 1/2. თუმცა რა შეგვეძლება ახლა გავუკეთებინა ჩვენ უკეთესი. აი ახალიდან დავწერ ახლა 2/3-ს ვამრავლეთ 3/4-ზე, ეს უდრის 2-ჯერ 3 და ქვემოთ 3-ჯერ 4 და აი ასეთ დროს ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია რიცხველი და მნიშვნელი ერთმანეთთან შევკვეცოთ. ანუ ნებისმიერი, ხო? ანუ არა უბრალოდ 2-იანი 3-თან, რადგან მის ქვეშ წერია ან 3/4-თან. არა, ნებისმიერი რიცხველი ნებისმიერ მნიშვნელთან შეგვიძლია შევკვეცოთ. ანუ შეგვეცა რას ნიშნავს, ხო? ერთნაირი რაღაცაზე უნდა გავყოთ. 3 ზემოთ და ქვემოთ აშკარად შეიკვეცება, ანუ თვითონ 3-ებზე გაიყოფა და ერთები რჩება, ერთები შეგვიძლია არც დავწეროთ ხოლმე და 2 და 4-იც იკვეცება, ხო? აშკარად 2-ზე, ზემოთ 1 რჩება და ქვემოთ 2. და აი დარჩენილი რიცხვებს გადაამრავლეთ. 1 გამრავლებული 1-ზე 1-ია, 1 გამრავლებული 2-ზე 2-ია, ხო? აი, აშკარად ეს 2 ერთ და იგივე რაღაც მივიღეთ. ხო, ანუ აქ როგორც მივხვდით, უკვე ტოლმნიშვნელიანი და არატოლმმნიშვნელიანი სულ ერთია, ხო? ერთნაირად ვაკეთებთ ყველა შემთხვევაში. აი მაგალითად 7/8, მოდი გავამრავლოთ 4/14-ზე. ეს უდრის. მოდი ისე ვაკეთოთ, თუმცა ეს არ არის ხოლმე საჭირო. უბრალოდ ნებისმიერ ზემოთან, ნებისმიერ ქვემოთასთან შეიძლება შეიკვეცოს. 8-ჯერ 14-თან. მოდი მოვძებნოთ თუ იკვეცება რამე. აშკარად იკვეცება 4 და 8 იკვეცება 4-ზე, 1 და 2 რჩება აქ. 7 და 14 იკვეცება ისევ რა, 7-ზე და აქაც 1 და ხო, ისე დაემთხვა რომ ისევ 1. არა, 1/4 მივიღოთ ახლა, წეგან 1/2. ანუ 1 გამრავლებული 1-ზე 1-ია, 2-ჯერ 2 4. 1/4-ია მისი პასუხი. შერეულ წილადებზე ვისაუბრეთ ახლა. აქაც მარტივადაა საქმე, თქვათ გვინდა 2/2/3 გავამრავლოთ 3/1/4-ზე. ხო, აქ ერთი დამატებითი ოპერაციის შესრულება გვიწევს. შერეული რიცხვები უნდა გადავაქციოთ არაწესიერებად. რას ნიშნავს არაწესიერი წილადი? არაწესიერი წილადი არის წილადი, რომლის რიცხვერიც უფრო მეტია ვიდრე მნიშვნელი. როგორ ვაქცევთ ახლა შერეულ წილადებს არაწესიერებად? მოკლედ. პირველ რიგში მთელ ნაწილს ვამრავლებთ ნიშნელზე, ანუ 2 უნდა გამრავლდეს 3-ზე და დაემატოს რიცხველი. აი ეს 2-იანი. აი ეს უნდა დაემატოს ბოლოს. აი ეს არის 2-იანი. ანუ მთელი გამრავლებული ნიშნელზე დამატებული რიცხველი. 2-ჯერ 3 6-ია პლუს 2 8, ანუ 8 და 3-იანი არ იცვლება ისევ. ხშირად შევხვდით, ხო, ესეც შემთხვევას, როცა ნიშნავს უბრალოდ არ ვეხებით ხოლმე და აქეთ, ხო, ესე იგი 3 უნდა გამრავლდეს 4-ზე, იქნება 12 და უნდა დაემატოს აი ეს 1, იქნება 13 და ქვემოთ ისე 4. და ახლა გადავამრავლოთ, აი აქავე შევკვეცოთ 4 და 8 შეიკვეცება 4-ზე, აქ დარჩება 2, აქ 1, 3 და 13 არ იკვეცება, არც 2 და 3. აი ესენით შეგვიძლია ხოლმე შევკვეცოთ კიდე 2 და 3, ხო? თუმცა აღარ იკვეცება. 2-ჯერ 3 არის 26 და ქვემოთ 3-ჯერ 1 არის 3. ეს არის პასუხი, თუმცა ეს არის არაწესიერი წილადი და ასე არ ვტოვებთ ხოლმე და მთელი ნაწილი უნდა გამოვყოთ. ესე ძალიან მარტივია. ხო, 26 გაყოფილი 3-ზე. ანუ როგორ ვაკეთებთ ახლა? ანუ პირიქით შვებით, ხო, ახლა წინა შემთხვევაში შერეული გადავაქციეთ არაწესიერად და ახლა არაწესიერი გვინდა შერეულად.
ძალიან მარტივია, უბრალოდ 26-ში 3 რამდენჯერ მოთავსდება იქ გვაინტერესებს ნაშთიან გაყოფას. გავს ზუსტად ნაშთიანი გაყოფა. აი, აქ გავაკეთოთ 26, გავყოთ 3-ზე. აი, მოდი ჯერ ისე პირად და მე ამით გაჩვენებთ. 26-ში 3 მოთავსდება 8ჯერ. და ნაშთი რჩება 8ჯერ 3 ხო 24. ნაშთი რჩება ესე იგი 2 კიდე. 26-მდე ხო 2 რჩება და ქვემოთ ისევ 3-ს არ ვეხებით. ეხლა როგორ შეგვიძლია ხოლმე დიდ რიცხვებზე ეს რო გავაკეთოთ. 26 რო გავყოთ 3-ზე, დავიწყოთ 2-ში 3 არ მოთავსდება, 26-ში 3 მოთავსდება 8ჯერ, 8ჯერ 3, 24, 2-ია, ჩამოსატანი არაფერი გვაქვს და ესე იგი აი ნახეთ მოდი მწვანეთ. აი ამ რიანს, ანუ განაყოფს წერთ მთელ ნაწილში და ნაშთი იწერება ზემოთ, ხო? და ნუ ნიშნელი გადადის. ისევ არ შეიცვალა. აი ეს. და მოდი ახლა გაყოფაზე ვისაუბროთ. უცბად გაყოფის შემთხვევაშიც პრაქტიკულად მსგავსად ვიქცევით, უბრალოდ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ხოლმე. თქვათ გვინდა რომ 2/3 გავყოთ 4/5-ს, ხო? ამ შემთხვევაში პირველი წილადი, ანუ 2/3 გადაგვაქვს უცვლელად და მეორე ანუ გაყოფა იცვლება გამრავლებით და მეორე წილადს უბრალოდ ამოვატრიალებთ. უბრალოდ ამოტრიალება მათემატიკაში ნიშნავს მის შებრუნებულ რიცხვს. ანუ დააკვირდით რა არის შინაარსი, რაღაცაზე გაყოფა იგივეა მის შებრუნებულზე გამრავლების, ხო? 4/5-ის შებრუნებული არის 5/4-ი, ამიტომ ჩვენ მარტივად რო დავიმახსოვროთ, ვამბობთ ხოლმე რომ მეორე წილადს უბრალოდ ამოვატრიალებთ. და ეს შევკეცოთ ესენი 4 და 2, აქ დარჩება 2, აქ 1, 1ჯერ 5 არის 5, 3ჯერ 2 არის 6. პასუხია 5/6. შერეული წილადების შემთხვევაში არაფერი არ იცვლება, თქვათ გვინდა 2/2/5, გავყოთ 3, თან ცოტა დავწერე 3/3/4, ხო? ისევ პირველ რიგში არაწესიერებოდ გადავაქცევთ. როგორ ვაქცევთ, ხო? 2 უნდა გავამრავლოთ 5-ზე იქნება 10 და დავუმატოთ აი ეს 2-იანი იქნება 12, ნუ ქვემოთ ისევ 5 და აქაც ახლა 3 გამრავლებული 4-ზე არის 12 პლუს აი ეს 3 არის 15, ნუ ქვემოთ ისევ 4. ეს უდრის, ანუ ერთი ეტაპი შუაში ჩაიმატა. ეხლა გაყოფა შევცვალოთ გამრავლებით. პირველი წილადი, ანუ 12/5 გადავიტანოთ და მეორე ამოვატრიალოთ. აქ არაფერი არ იკვეცება, აშკარად, ხო, ანუ ზემოთები, ქვემოთებთან, ხო? ანუ აი 5-ის და 15-ის შეკვეცა არ შეიძლება, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან. და ეს რას უდრის ახლა? ქვემოთ იქნება 5ჯერ 15 75-ია, 12ჯერ 4 არის 48. ეს უკვეცი წილადია და ასე დავტოვებთ. მაგრამ სულ ეს არის, მე მაგალითს აღარ გავაკეთებ, იმიტომ რომ ყველა ტიპი მაგალითი განვიხილეთ ფაქტიურად, ხო? სულ ეს არის, ანუ შერეული წილადების შემთხვევაში უნდა გახსოვდეთ ყოველთვის, როცა გამრავლება და გაყოფაზე ვსაუბრობთ, რომ უნდა გადაიქცეს არაწესიერად, აუცილებლად, ანუ ისე რომ ესე მთელ როგორც შეკრება გამოკლების დროს იყო მთელზე გავამრავლოთ, ეგრე არა. აუცილებლად ყოველთვის უნდა გადავაქცევთ შერეულ წილადად და კიდე ერთი რაც უნდა დავიმახსოვროთ, გაყოფის დროს პირველი წილადი გადადის და მეორე უბრალოდ ამოტრიალდება და მეორე იგივე გამრავლებაა, ხო? ხო, სულ ეს იყო მოკლედ ამ ვიდეოსთვის.